მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ქალის ხმა, მე ლელა ლობჟანიძე ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ნანა ტერმაკოსაშვილი. ნანა იყო გორის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და ამჟამად არის პედაგოგი. მოგესალმებით, მიხარია რომ ხართ ჩვენ სტუდიაში. მოგესალმებით და მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მიმდინარე მოვლენებზე საუბრით მინდა დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა. თქვენ ხშირად ხედავთ აქციებზე ახალგაზრდებთან ერთად ქუჩაში, შვილებთან ერთად და ასე შემდეგ. რა გიბიძგათ, რომ აი ეს გამოსულიყავით აქციაზე ქუჩაში, რა იყო ეს წითელი ხაზი, რამაც გადაგაწყვეტინათ, რომ შეერთდებოდით აქციის მონაწილეებს? მოკლედ, ჩემი პოზიცია არასოდეს არ ყოფილა დამალული, ასე ვთქვათ. უბრალოდ არის პერიოდი, როდესაც ჩუმად ხარ ადამიანი და არის პერიოდი, როდესაც ჩუმად ყოფნა უბრალოდ აღარ შეგიძლია. მე ჩემი პროტესტი მქონდა ცოტა უფრო ადრეც და ამ პოზიციას მე ვაფიქსირებდი სამეგობრო წრეშიც და ვაფიქსირებდი იმ წრეებში, რომელთანაც მე ურთიერთობა მქონდა, თუმცა და საჯაროდაც გამომიხატავს, თუმცა ეს არ იყო ქუჩის აქციებში მონაწილეობით გამოხატული, ეს არ იყო რაღაცა საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის გამოხატვით, მაგრამ არჩევნებს რაც შეეხება 22 ოქტომბრის ამ არჩევნებზე მე ვიყავი რიგითი დამკვირვებელი ისფედის დავაკვირდი არჩევნებს ერთ-ერთ უბანზე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე მათ შორის ჩემს წარმგზავნ ორგანიზაციასთან თუ კი რაიმე დარღვევა იყო და ასე შემდეგ და რაღაცა ესე მშვიდად ვაკვირდებოდი მოვლენებს ასე ვთქვათ 28 ნოემბერი იყო ის წყალგამყოფი, ასე ვთქვათ, როდესაც მე უბრალოდ ვეღარ დავიტიე გულში, ვერც საჯარო სივრცემ გულისხმობ სოციალურ ქსელს ვეღარ დაიტია ჩემი პროტესტი და მე ქუჩაში გამოვედი. დავთვლი რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი მე მგონია რომ მაშინ არჩევნების წინ ვთქვი რომ ცუდ ხელისუფლებას მეთქი ირჩევენი სადგა შევახსენი ადამიანებს მე არ მithქვამს შევახსენი ადამიანებს რომ ცუდ ხელისუფლებას ის კარგი მოქალაქეები ირჩევენ რომლებიც არჩევნებზე არ მიდიან და სახლში რჩებიან და შემიძლია ინტერპრეტაცია გავაკეთო ახლა ამ სიტყვების და ვთქვა რომ ცუდი ხელისუფლების გახანგრძლივებას ძალაუფლების გახანგრძლივებას ხელს უწყობენ ის კარგი მოქალაქეები, რომლებიც ჩუმად არიან, რომლებიც ფიქრობენ განსხვავებულად, მაგრამ არ გამოხატავენ სხვადასხვა მიზეზის გამო ამ პოზიციას. უამრავი მიზეზია ამისი. მე უბრალოდ არ შემიძლია დუმილი, ასე ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს, ასე ვასწავლი ჩემს შვილებს, რომ თავისი თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია უნდა დააფიქსირონ ღიად, უნდა დააფიქსირონ ახდილად და ღმერთმა არ ქნას, რომ მივიდეთ იქამდე, როდესაც სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება იქნება უპირობოდ ადამიანის მიმართ რეპრესიების განხორციელების საფუძველი, მისი ნიშნებიც უკვე არის. 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება მთავრობის მხრიდან, პრემიერის მხრიდან, მოქმედი პრემიერის მხრიდან, რომ წვეტეს ქვეყანა მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით აღმოჩნდა ის წითელი ხაზი, მოკლედ, რომლის გადაკვეთასაც მე ვერ ვაპატიებდი ხელისუფლებას და ამის გამო გამოვედი ქუჩაში. ქალებზე მინდა გავამახვილო ყურადღება არაერთი აქტიური ქალი არის და მინდა გამოვყოთ მათი როლი სწორედ ამ მიმდინარე პროტესტის ფონზე. თუმცა ბულინგი, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ღიად დაფიქსირებენ თავის პოზიციას, არის უკვე არ ვიტყოდი ეს არის ბულინგი, ალბათ უფრო შეურაცხყოფა და თქვენ ახსენეთ ახლა რომ თავისუფალი აზრის დაფიქსირება არ იყოს რეპრესიული, თუმცა არანაკლებ ხდება დასჯადი სხვადასხვა მეთოდებით, თუნდაც აი ამ შეურაცხყოფით, რაც თუნდაც სოციალურ ქსელში და ასევე ღიად ტროლების ბოტების და თუმცა კონკრეტული ჯგუფების მიმართ. ქალის როლზეც რომ ვისაუბროთ და მე თვითონაც გავხდი მინდა გითხრათ მსხვერპლი და თუ იმოქმედათ ადგილობრივ ჯგუფში ასეთი ტროლის პოსტის ცნობილი ტროლი გახლავთ
და მე იქ კომენტარების. რომ გითხრათ, რომ არ იმოქმედა, მოგატყუებთ ალბათ, ადამიანი ვარ და ბუნებრივია, რომ ემოციურ დონეზე ეს განვიცადე, თუმცა შიშით არ შემშინებია, ბუნებრივია, იმიტომ რომ როდესაც ისეთ რაღაცას გაბრალებენ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, თავისთავად მოდი ასე ვთქვათ, გამომუშავებული მაქვს ერთგვარი იმუნიტეტი ასეთი შემოტევების მიმართ. მაგრამ ქალებს, ზოგადად ქალებს რაც შეეხება, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ქალები განსაკუთრებით მოწყვლადები ვართ. დიახ, ასეთი ბულინგის მიმართ. იმიტომ კი არა, რომ სუსტები ვართ, იმიტომ კი არა, რომ მეტად გვეშინია, არა, იმიტომ რომ დაუშვათ საზოგადოებაში არსებული კლიშეების გამო, სტერეოტიპების გამო, მარტივად შეიძლება ქალს მიაკერო, ასე ვთქვათ, მარკა, ასე ვთქვათ, ძალიან ცუდი სიტყვით რომ ვთქვა, დაუძახო რაც 1000 გვარი სიბინძურე, მოკლედ და ამაზე საზოგადოებას აქვს განსხვავებული რეაქცია, ვიდრე მამაკაცის მიმართ. სამწუხაროა, რომ ეს ქალების მხრიდანაც ხდება ხოლმე, აი ძალიან სამწუხაროა და სოლიდარობა არ გვაქვს. ყველაზე უფრო სამწუხარო სწორედ ეგ არის. დიახ. თუ მით უმეტეს თუ კი ეს ეხება ქალს, რომელიც პირობითად გაცილებულია მეუღლესთან, ქმართან მაგალითად, ან რა ვიცი, არ არის გათხოვილი, ანუ რაღაცით სტანდარტში არ ჯდება საზოგადოების, რაღაცა დაკვეთებს არ ასრულებს. უბრალოდ იმიტომ რომ დგას აქციაზე და არის აქტიური. ესეც არის და მისი აქტივობა მერე ინათლება ძალიან ცუდი სიტყვებით და მარგინალიზდებიან მერე ეს ადამიანები, რაც ძალიან სამწუხაროა. მე მინდა რომ ჩემი სოლიდარობა გამოვხატო ამ ადამიანების მიმართ. თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჯიუტად დგას ქუჩაში, სამწუხაროდ მე ვერ ვახერხებ ამას. ახლა რაღაცა თავის მართლებას შეიძლება ეს მსგავსებოდეს. მაგრამ მართლა არ მაძლევს ჩემი ოჯახური პირობები იმის საშუალებას, რომ ასე ჯიუტად ვიდგე ყოველდღიურად ქუჩაში, მაგრამ დიდი აქციების დროს ყოველთვის გამოვდივარ, კი ბატონო, სოციალური ქსელითაც ყოველთვის მხარს ვუჭერ, თბილისშიც არაერთ აქციაზე ყოფილვარ. მე მოგეხსენებათ, რომ სამსახურიდან რომ წამოვედი, რამდენიმე თვე ვიყავი უმუშევარი და რაღაცა ისე არ მინდა გამომევიდეს ახლა დიახ ფინანსური პრობლემების გამო მიწევს ძალიან ბევრი შრომა, თავაუღებელი შრომა ამ ქვეყანაში ყველა ასე შრომობს, მადლობა ღმერთს რომ მაქვს განათლება, მაქვს ორი ხელი და ორი ფეხი იმისთვის რომ ჩემი შვილების მომავალზე ვიზრუნო, მაგრამ სწორედ იმის გამო ვეღარ გავდივარ ინტენსიურად ასე ქუჩის აქციებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემი სოლიდარობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჯიუტად აგრძელებს ქუჩის პროტესტს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თავის ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვალოს. არსებული მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. სხვანაირად ეს ქვეყანა ძალიან დიდი ხნით დაბრუნდება უკან საბჭოეთში. გამოივლის ეს ქვეყანა ბევრად უფრო მტკივნეულად იმას, რაც გამოიარა ჩემი მშობლების თაობამ, გამოიარა ჩემმა თაობამ და ის 30 წლიანი ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, რაც ეროვნულ თავისუფლებელი მოძრაობით დაიწყო და მე 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა, საერთოდ წყალში ჩაყრილი აღმოჩნდება და მე არ მინდა რომ ეგეც საქართველოს მოვესწრო. დაუბრუნდეთ არჩევნებს თქვენი საუბრეთ და ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი დარღვევა გამოვლინდა და სწორედ პედაგოგები იყვნენ კომისიის წევრები და ასე შემდეგ ვიტყოდი მათი მონაწილეობით ასე რომ ვთქვათ. ასევე ჩვენ ხედავთ პედაგოგების დუმილს, თუმცა არა ყველასი დირექტორების, მასწავლებლების ნახეთ ნაწილი გორის ჯაჭვში იყო გამოსული ღიად დააფიქსირა და ძალიან კარგი ეს. ანუ როგორ ხდება ეს თუნდაც ეს მათი მონაწილეობით ეს საარჩევნო
საარჩევნო პროცესებში როგორ ხდება თქვენი ყავით საგანმანათლებლო რესურსის ცენტრის ხელმძღვანელი და მოდის ვთქვათ პირდაპირ დავალება რომ ეს უნდა გაკეთდეს თუ აი არის რეალურად ეს მათი ნება და პოზიცია ის რაც ვიხილეთ მოდი დავიწყოთ საარჩევნო კომისიებით მე ცალსახად ვამბობ ამას ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ რომ სულაც არ ვარ წინააღმდეგი რომ პედაგოგები იყვნენ საარჩევნო კომისიის წევრები აბა ვინ ანუ საარჩევნო კომისიის წევრობა არის ძალიან საპასუხისმგებლო და არც ისეთი მარტივი ფუნქცია და დიახ განათლებული ადამიანები მინდა რომ იყვნენ ამ საარჩევნო კომისიებში და პედაგოგს აქვს სრული უფლება რომ იყოს საარჩევნო კომისიის წევრი თუმცა არც პედაგოგი და არც ერთი კომისიის წევრი არ უნდა იყოს მმართველი პარტიის იარაღი რაღაცა ბინძური დავალებების შესრულებისას ხო ამიტომ გასამიჯნია ერთმანეთისგან ძალიან ისე მისმის ხოლმე რომ აი რატომ არიან კომისიის წევრები, რატომ არ უნდა იყვნენ, მაგრამ სწორედ მათ უნდა ქონდეთ ის პასუხისმგებლობა, რომ საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით ჩაატარონ კენჭისყრის დღეც და მანამდელი პროცესებიც და მერე მომდევნო შეჯამება და ასე შემდეგ, ხო? რაც შეეხება დარღვევებს, მე რომ გითხრათ რომ იმ უბანზე სადაც ვიყავი, პირდაპირ ისეთი დარღვევები ვნახე მეთქი რომ რა ვიცი, აღშფოთდი მართლა არ მინახავს ეგეთი. არა, მე გულისხმობ ზოგად ფონს და ჩვენ ვიცით რომ ამ კომისიებში დიახ ამას გულისხმობ. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის რომ იყო დაუშვათ ალბათ კარუსელი რომელიც ვერ გავაკონტროლებ, აღიარებ. იმიტომ რომ იყო დიდი ნაკადი ადამიანების და ტექნოლოგიებიც იყო, სადაც თქვენი ყავით თუ წველი წესით. ტექნოლოგიებით იყო. ძალიან ბევრჯერ მივეცი შენიშვნა, ზეპირსიტყვიერი შენიშვნა ნაკადის მომწესრიგებელ ადამიანს, რომელიც პირადობას არ ნახულობდა და ისე უშვებდა ადამიანებს იმ მოტივით, რომ ჩემი სოფლელები არიან და ვიცნობ. კომისიის თავმჯდომარესთანაც და მდივანთანაც დავაფიქსირე მერე და მათგანაც შენიშვნა დაიმსახურა, რომ მიხედე და ანუ იცით ძალიან ძნელია ყველა კომისიის წევრი გააკონტროლო. მე ვიაზრებ იმას, რომ შესაძლებელია იყო შეთანხმება კონკრეტულ წევრთან მასთან რომ სხედან, სიებთან რომ სხედან ასეთ კომისიის წევრთან, რეგისტრატორს გულისხმობ, რეგისტრატორ წევრთან, ვისთან უნდა მისულიყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც ალბათ სხვისი პირადობით შემოდიოდნენ. ამისი გააზრება მერე გვიან მომიწია. იქ იყო ერთი შემთხვევა, სხვა შემოსულმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, როდესაც ერთ ამომრჩეველს ორი ბიულეტენი მისცეს, მან შეიტანა კაბინაში, შემოხაზა ორივეზე და გამოტანის დროს დააფიქსირა ამ დამკვირვებელმა. იქ რეგისტრატორმა იმართლა თავი, რომ მიმიყვაო, იმიტომ რომ ფურცლები ეკრობოდაო ერთმანეთსო. არაერთი მსგავსი დარღვევა იყო, მეც პირადად იქვე აფერადებდნენ და ყველას დასანახად ხო და აი ფარულობა დარღვეული იყო, მაგას ვერავინ ვერ უარყოფს, იმიტომ რომ ახლოს მდგომი, აი აპარატთან ახლოს მდგომი ადამიანი ყველა აფიქსირებდა, ზემოთ იყო გაფერადებული თუ ქვემოთ იყო გაფერადებული როგორც მინიმუმ. ანუ მარტივი იყო მოკლედ ეს დასანახად. ანუ აი მე გულისხმობ იმას, რომ თქვენ კონკრეტულ უბანზე არ, მაგრამ ზოგადად ძალიან ბევრი დარღვევა ვნახეთ ხო და მოდი ვიტყოდი პედაგოგების მონაწილეობით მათ შორის. ეს იყო დავალება, თქვენ როგორ ფიქრობთ თუ ეს არის მათი პოზიცია, რომ ასე მიდგომოდნენ ამ საკითხს. აი მაგალითად თქვენ როდესაც იყავით დავალება მოდის ზემოდან თუ ესე როდესაც უშუალოდ ისინი ტრენინგს გადიან მაშინ ხა როდესაც საარჩევნო კომისია მათ ტრენინგს უტარებს ძალიან მეც ვყოფილ ვარ ტრენერი და საარჩევნო კოდექსის იქით ნამდვილად არ გვისწავლებია არაფერი კომისიის წევრებისთვის და მე ეჭვება რომ იქაძლებდნენ ასეთ დავალებებს. უფრო მგონია რომ პარტია, მმართველი პარტია ცალკე ატრენინგებს მერე მაგისთვის, რაც შეეხება რესურს ცენტრს და რესურს ცენტრი მოსულ დავალებებს. მე არაერთხელ ყოფილ ვარ ბრალდების ადრესატი, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, რომ მაგალითად მიტინგზე, მასწავლებლების წამყვანი სახელმწიფო მიტინგზე, მაგალითად არჩევნებზე მასწავლებლების ჩართულობის და ასე შემდეგ. აბსოლუტურად გულწრფელად და როგორ თქვა სრული პასუხისმგებლობით თითოეულ სიტყვაზე მინდა თქვა
არც ერთხელ ჩემი მხრიდან არ ყოფილა მობილიზება რაიმე სახის ან არჩევნებისთვის და ან სამთავრობო მიტინგზე მასწავლებლების წაყვანის. თუმცა ყოფილა თვითონ დირექტორების მხრიდან შეკითხვები. რას ვშვრებით, რითი მივდივართ, სად მივდივართ? აი, ხონდა წავიდეთ, რატომ გვინდა გავალათ? დავალა, რა ვიცი, მაჟორიტარმა დეპუტატმა, უბნის კოორდინატორმა, ზონის კოორდინატორმა, ანუ სხვებისგან, ანუ არაუფლებამოსილი პირებისგან წამოსული დავალებების შესრულება ცალსახად არის არასწორი თვითონ იმ დირექტორის მხრიდანაც, იმ მასწავლებლის მხრიდანაც და პირიქით მე ამას ვუხსნიდი და როდესაც მე ამ ყველაფერს ვეუბნებოდი 67-ს ერთად ერთი წუთითაც არ მქონია იმის ილუზია, რომ ამ 67-დან ერთი მაინც არ იტყო და სადაც ჯერ არს, ასე ვთქვათ და სულაც არ მიფიქრია იმაზე, გულუბრყვილო არა ვარ სამაგისო, სულაც არ მიფიქრია იმაზე, რომ ახლა მე ამას ვეუბნები ამ ხალხს და ეს ჩვენი საიდუმლო იქნება, რომ მე ვეუბნები, რომ არაუფლებამოსილი პირის დავალება არ შეასრულოთ, მე ვეუბნები, რომ იცით რა, რესურს ცენტრის არ მიუღი მართლა არ მიუღია დავალება სამინისტროდან. მე დავალება უნდა მიმეღო ჩემი ზემდგომისგან, მე ეგ დავალება არ მიმიღია და მე ცალსახად ვამბობდი, სხვა მხრიდან მე დავალებებს არ ვიღებ. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემი უშუალო ხელმძღვანელობის წინაშე, ანუ განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია განათლების სამინისტროსთან. მე სხვა მხრიდან დავალებებს არ ვიღებ, მე შეიძლება მივიღო თხოვნა, რომელიც შეიძლება შევასრულო ან არ შევასრულო. რამდენად მიზანშეწონილად მიმაჩნია ის, მაგრამ დავალებას არ ვიღებ. შესაბამისად არ მიუღიათ დავალება ჩემი სკოლის დირექტორს. ძალიან კარგი. თუმცა ბუნებრივია ვაცნობიერებ იმას, რომ ეს ჩემი პოზიცია მისაღები მმართველი პარტიისთვის არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა და ხო, ფაქტით დადგა. აი იმ პერიოდში, როდესაც რუსული კანონის მიღება აპროტესტებდა დიდი ნაწილი მოსახლეობის ცალსახად მოითხოვეს არა, მოდი ვთქვათ, მთხოვეს პოზიციის დაფიქსირება. ჩემი პოზიცია მე დავაფიქსირე, რაც ბუნებრივი არ ემთხოვდა მათ პოზიციას და აი ამის გამო მოხდა ის, რაც მოხდა. უბრალოდ ძალიან კარგად ბედნიერად, მათთვის ბედნიერად დაემთხვა ის, რომ რესურს ცენტრის უფროსები მაგ პერიოდში კანონში ცვლილების მიხედვით გახდნენ საჯარო მოხელეები, მანამდე არ ვიყავით საჯარო მოხელეები. შესაბამისად, ყველა რესურს ცენტრის უფროსი გადაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად და გამოცხადდა ხელახალი კონკურსები. სიტუაცია იყო ძალიან მყიფე, ასე ვთქვათ და მე გაცნობიერებული მქონდა. ვიცოდი, რომ იურიდიულად სწორად შეეძლოთ, რომ აღარ დავენიშნე მარტივად, ძალიან მარტივად, გაიოლებული ჰქონდათ საქმე, ანუ ეს არ იქნებოდა გათავისუფლება. მე არ გავუთავისუფლები ვარ თანამდებობიდან არავის, გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, ვერ გავიარე გასაუბრება გაიარა ჩემზე უკეთესად სხვამ და შესაბამისად სხვა შეარჩიეს. ანუ ასე ლამაზად შეიფუთა მოკლედ მათთვის მიუღებელი პოზიციის მქონე ადამიანის შემთხვევებშიც ხშირად ხდება ხო? კი ბატონო. და ისევე ეს თემა რომ ამოვწუროთ მასწავლებლების დიდი ნაწილი დუმს იმ სამართლობაზე რაც ხდება დღეს ქვეყანაში და არ ვიცი გააზრებულად თუ როგორ, მაგრამ ფაქტია ფიქრობენ ან მათ არ ეხებათ რეალურად ეს არის მათი პოზიცია თქვენ როგორ ფიქრობთ? იცით, მოდით ასე შევხედოთ, ძალიან ხშირია ხოლმე აპელირება მასწავლებლებზე და მასწავლებლების საზოგადოების ანუ ამ შემთხვევაში მე თქვენთან ანუ როგორც ხდება ზოგადად საზოგადოებაში, ისე ხდება პედაგოგებშიც. ანუ არის სხვადასხვა აზრი, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მთავრობისგან განსხვავებულ აზრს ყველა ღიად ვერ აფიქსირებს. ან არ აფიქსირებს კონკრეტული მოსაზრებით, ანუ პრაქტიკული, პრაგმატული მოსაზრებით, რომ მე საფრთხე არ შეექმნას დაუშვათ არა მხოლოდ მას, არამედ მისი ოჯახის წევრი მუშაობს მაგალითად სადღაც საჯარო სამსახურში, ან თვითონ მას შენიშვნა არ მისცეს მერე, რა ვიცი, ხელმძღვანელობა.
არის ნაწილი, რომელიც ეთანხმება მთავრობის კურსს, სამწუხარო რეალობაა, რომ უბრალოდ არ მინდა ხაზგასმა მასწავლებლებზე, საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი მისტირის მაგალითად საბჭოთა კავშირს ძალიან მოსწონთ რეპრესიული კანონები, რომლებსაც ახლა იღებს პარლამენტი ყოველდღიურად, ანუ რა ვიცი, ზოგჯერ დღეში რამდენიმე კანონს იღებენ, კანონში ცვლილებები შეაქვთ და მე ვხედავ ადამიანებს სამწუხაროდ ჩემ გარშემო, რომლებსაც მოსწონთ ეს ყველაფერი. ნუ ეგ არ არის უმრავლესობა, იმედს ვიტოვებ, მაგრამ არის გარკვეული ნაწილი და მათ შორის პედაგოგებიც. ის პედაგოგები, რომლებსაც ხო ეჩვენებათ, რომ ბავშვები გატოტუცდნენ ბევრი უფლებებისგან, სამოქალაქო განათლება რასაგანია და რატომ უნდა ისწავლებოდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომლებსაც საზოგადოებაში სადაც არის რუსული ბომბები გვაწვიმდა თავზე პირდაპირ ნიშნულობით ყველაზე მეტად მიკვირს და ყველაზე მეტად გულს მიკლავს ეს დამოკიდებულება, რომ რუსეთი რომ წერია მაგისი ხმამაღლა თქმისა ვიღაცებს, რა ვიცი, ერიდებათ, უფრთხიან და ნოსტალგია აქვს საბჭოთა კავშირის. ჩვენ ვიცით, რომ ევროპის ორგანიზაციებისგან სკოლებმა დიდი სარგებელი მიიღეს, ეს ჩემზე უკეთესად თქვენ იცით. მოდი ვისაუბროთ ამაზე და შევახსენოთ საზოგადოებას კიდევ, აი კონკრეტულად რა იყო რაღაცა ის დახმარება, დაფინანსება, რომელიც დღეს უკვე სამწუხაროდ ის დახმარებები და დაფინანსებები, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოდიოდა და მიმართული იყო მათ შორის განათლების სისტემისკენ, ჩვენ განათლების სისტემაზე ვსაუბრობთ ამ წუთას, თორემ ინფრასტრუქტურაში უამრავი და უამრავი სხვა მიმართულები. მოგახსენებათ, რომ თავრობის მონაწილეობით ხდებოდა. შუარგოლი ყოველთვის იყო ხელისუფლება. შესაბამისად, საზოგადოების დიდი ნაწილი ამას აღიქვამდა როგორც ხელისუფლების მიერ გაკეთებულს. ანუ მაგალითად მილენიუმის დაფინანსებით რეაბილიტირდებოდა სკოლა, ვინ ხსნიდა, ხსნიდნენ მთავრობის წარმომადგენლები, თავს იწონებდნენ მთავრობის წარმომადგენლები, შესაბამისად მადლობა მიდიოდა მთავრობასთან. ასე ხდებოდა ადგილობრივი ხელისუფლების შემთხვევაშიც და ცენტრალური ხელისუფლების შემთხვევაშიც. ძალიან რთულია ახლა უკვე გავლილზე ადამიანებს აუხსნა, რომ ეს ფული მოდიოდა სხვადასხვა ევროპული სტრუქტურებიდან, მოდიოდა ამერიკელი ხალხისგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიახ, მასწავლებლების ძალიან განსაკუთრებით დაწყებითი მასწავლებლები, რომლებიც სხვათა შორის დღესაც ძალიან მადლობელები არიან, G-Pride-ის პროგრამა იქნებოდა ეს თუ USAID-ის დაწყებითი განათლების პროგრამა იქნებოდა ეს თუ სხვა ლიდერობის აკადემია სკოლის დირექტორებისთვის სამწლიანი მილენიუმის მიერ დაფინანსებული არაჩვეულებრივი პროგრამა, რომელმაც ძალიან გაზარდა დირექტორები და სკოლაში ფასილიტატორი, პედაგოგები პროფესიული თვალსაზრისით. უამრავი ასეთი პროექტი ახსოვთ სკოლებს, განა არ იციან, განა დავიწყებიათ, განა ყოველდღიურად არ ეხებიან ამ დაფინანსებით გაკეთებულ საქმეებს და მატერიალებს, ასე ვთქვათ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეს მთავრობის დამსახურება არ არის. და კიდევ ერთი ძირითადად საგამართლებლო სივრცეში არიან ქალები დასაქმებულები, ისინი ვინც თქვათ მომავალთაობას უყალიბებენ აზროვნებას, რა როლი აქვთ მათ, რამდენად პასუხისმგებლობა და რამდენად მნიშვნელოვანი არის აი მათი როლი აი ამ მომავალი თაობის აღზრდაში. ძალიან დიდია, რა თქმა უნდა, პედაგოგის როლი და ზოგადად ხალის როლი. სწორად აღზრდასა და სწორად ჩამოყალიბებაში პირველ რიგში მოდი ვთქვათ ის, რომ ჩვენ ვართ როლური მაგალითი ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მოსწავლეებისთვის. თუ მოსწავლე ხედავს, რომ მე მეშინია ჩემი აზრის დაფიქსირების, ის გამბედაობას ვერ ისწავლის. თუ ჩემი შვილი ხედავს, რომ მე ვარ დაუშვათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ამას არ ვაპროტესტებ, ვერ ვაპროტესტებ და ამას ვთვლი იმ შეჩვეულ ჭირად, რომელიც შეუჩვეველ ხინს მირჩევნია,
მაშინ ჩემი შვილი ვერ დაიცავს საკუთარ თავს მსგავს სიტუაციაში. არ დაიცავს არც სხვას მსგავს სიტუაციაში. მოკლედ მოსწავლისთვისაც და შვილისთვისაც ჩვენ ვართ მოდელები, როლური მოდელები და შესაბამისად ჩვენს ერთ სიტყვას, ჩვენს ერთ ქცევას, ჩვენს ცხოვრების წესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მათთვის. თეორიული მოწოდებებით არ იზრდებიან ბავშვები, არ უყალიბდებათ მათ ცხოვრებისათვის საჭირო უნარჩვევები. ისინი უყურებენ შენი ცხოვრების წესს და თუ შენი სიტყვა და საქმე სცილდება ერთმანეთს, მით უმეტეს ვერ იქნები მაგალითი ამ ბავშვებისთვის. მე სხვათა შორის ვიცნობ უამრავ ღირსეულ პედაგოგს, ისეთებსაც, რომლებიც საჯაროდ და ღიად აფიქსირებენ თავიანთ აზრს და ისეთებსაც სხვათა შორის, რომლებიც ქუჩაში არ გამოდიან ამ ხალხმრავალ პროტესტებზე, მაგრამ თავისი აზრის დაფიქსირების კოლეგებს შორის, კოლეგებთან ურთიერთობისას არ უჭირთ, არ უფრთხიან ამას და მოსწავლეებთანაც სწორი მიმართულებით მუშაობენ და მე იმედი მაქვს მათ მიერ გაზრდილი მოსწავლეების, ასე ვთქვათ. ქალები განსაკუთრებით ძლიერები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ის მამაკაცებიც, რომლებიც დაუშვათ საზოგადოების ღირსეული წევრები არიან, ქალების მიერ არიან აღზრდელები. დიახ, და მოდი მედიის როლზეც მინდა ვისაუბროთ, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, ძირითადად ჩვენ ვაშუქებთ ხოლმე, ხო, მით უმეტეს ახლა როდესაც დეზინფორმაცია ესე აქტიურად არის და განსაკუთრებით სოფლებში ჩვენ ვხედავთ, აგერ დავიწყეთ გაზეთის გამოცემაც ქალის ხმა, სადაც ინტერნეტზე წდომა არ აქვს და უფროსი ასაკის წარმომადგენლებს უფასოდ ვარიგებთ, თუნდაც საოკუპაციო ხასთან სოფლებში. როგორი არის მედიის როლი მით უმეტეს მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაშინ როდესაც ხელისუფლებამ დღეს ერთი მეორეს მიყოლებით იღებს შემზღუდავ კანონებს და მათ შორის არასამთავრობოების, რომლებიც მუშაობდნენ თუნდაც დეზინფორმაციის და არ ვიცი გენდერის და სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებულია მათი როლი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია მედიის როლი. და გამოწვევის წინაშე არის საზოგადოებას, თუნდაც ის რომ ეს მუშაობის მხრივ იქნება. გამოწვევა სწორედ ის არის, რომ შეიძლება ჩვენ დავრჩეთ საერთოდ საინფორმაციო ვაკუუმში, ორი არხის იმარა, ასე ვთქვათ, და შესაძლებელია ხვალდაზე ერთმანეთს ვეღარ მივაწვდინოთ ხმა. დეზინფორმაცია გავრცელდეს და კი ბატონო, პროპაგანდას რომ უდიდესი ძალა აქვს, ეს არ ახალია და ძველია, მომეცით საინფორმაციო საშუალებად, როგორად ღორების კოლტად ვაქცევ საზოგადოებასო, ცნობილი არის რა ქვია გამონათქვამი, პროპაგანდას უდიდესი ძალა აქვს და ამ პროპაგანდას, ამ დეზინფორმაციას უნდა დაუპირისპიროთ ჩვენ ჯანსაღი ინფორმაციის გავრცელება. სხვათა შორის, აი ერთი ჩემი დაკვირვებაა ეს წავშალე სოციალური ქსელიდან განსხვავებულად ნერვებს მიშლიდნენ, შემოტევები მქონდა, ძალიან ხშირია ხოლმე ეს სოციალური ქსელში და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დიდი ნაწილი იკეტება, ახლა ეს ბარბარიზმით უნდა ვთქვა, ალბათ ბაბლში, ასე ვთქვათ. მე რომ მელაპარაკები, მე ეგ ვიცი, მე რომ შენ გელაპარაკები, შენ ეგ ისედაც იცი და ჩვენს იქით თუ არ გავიდა ეს ინფორმაცია, ანუ შეხედეთ რაღაცა კომფორტი შევიქმენით, რომ ერთნაირად მოაზროვნეები ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს წუხილს, ჩვენს აზრებს, დაუშვათ ჩვენს პროტესტს და ამ დროს ხმა უნდა მისწვდეს იმას, ვისაც ურეცხავენ twins სხვა მედია საშუალებები. ზოგჯერ უთქვამთ ხოლმე, რომ ეს რაღაცა ცნობიერების ამაღლებაო, რას ამოგიჩემებიათ. სერიოზული გამარჩევნებსაც გამოჩნდა, რომ მით უმეტეს სოფლებში, სადაც ცნობიერების ამაღლება სერიოზული პრობლემაა და მათ შორის არასამთავრობოების როლი ამაში არის ძალიან დიდი, რომ არა ქალაქის ცენტრებში და არა რეგიონულ ცენტრებში, არამედ უნდა გავიდნენ რაიონებში. მე არაფერს აღარ ვამბობ და არაფერს არ ვითხოვ ოპოზიციური პარტიებისგან, ჩემი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ და არც ისე სასიამოვნო არ არის
მათთვის ეს დამოკიდებულება, თუმცა შეიძლება მათთვის არ არის ეს მნიშვნელოვანი. არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების წინ არ შეიწუხა თავი. იმითი, რომ მასობრივად ადამიანებთან გასულიყო ესაუბრა თავიანთი პროგრამები გავიგეთ, რომ არ მომწონს ხელისუფლება, მერე შენ რას მთავაზობ, რომელმა მიიტანა საზოგადოებამდე თავისი გაწერილი პროგრამა სხვადასხვა მიმართულების მიხედვით, რომელმა დეზინფორმაციამ და პროპაგანდამ იმუშავა, ინფორმაციის ნაკლებობა. კი ბატონო, და ზოგადადაც კულტურა პოლიტიკური დებატებისა არ არის ჩვენში, სხვათა შორის ამაში ოპოზიციური არხებიც დამნაშავეები არიან, იმიტომ რომ პოლიტიკური დებატები არც იქ არ იმართებოდა, ანუ სხვადასხვა აზრის მქონე პოლიტიკური სუბიექტები უნდა ჩანდნენ ყველა არხზე. განსაკუთრებულად მე საზოგადოებრივ მაუწყებელს შემიძლია მოვთხოვო როგორც ერთ-ერთმა დამფინანსებელმა, ხო? თორემ ის ოპოზიციური არხი არის კონკრეტული ბიზნესი, ანუ ადამიანის საკუთრება და კი ბატონო, ის მისას ატარებს. მთავრობა გასაგებია, რომ თავის პროპაგანდას ეწა. საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ გქვია და არ ვიცი ახლა ზუსტად თანხა, მაგრამ ძალიან დიდი თანხით რომ ფინანსდები ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან ჩვენ ინტერესებს სად იცავ ჩვეულებრივი პროპაგანდის წყაროდ რომ ხარ ქცეული, ხო? მე ძალიან გულშემატკივრობ იმ ჯგუფს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აპროტესტებს და უწყვეტია ეს პროტესტი, სხვათა შორის იქ იწყებენ და მე ვერდებიან ხოლმე რუსთაველს, აი გოტა ჭანტურიას და მაგ ადამიანებს იმის მიუხედავად რომ არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი და ასე ცალსახად რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისკენ არ მაქვს სიმპათია, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტს მოაქვს თავისი შედეგი, როგორც მინიმუმ ადამიანებმა დაინახეს მათი სახე და გაიაზრეს მედიის როლი, რა როლი უნდა შეესრულებინა კონკრეტულად საზოგადოებრივ მაუწყებელს, არა მხოლოდ არჩევნების წინ, არამედ ზოგადად ეს დაინახეს ადამიანებმა და კიდევ უკეთესად გამოჩნდება მგონია და ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული მედიების როლი. არ შემიძლია რომ ეს არ ვთქვა. აი ის პატარა, ასე ვთქვათ, ორგანიზაციები, თქვენნაირ ორგანიზაციებს გულისხმობ, რომლებიც ძალიან ბევრს ცდილობენ იმისთვის, რომ უკეთესად იციან, ვთქვათ, კონკრეტულ იციან ადგილზე, კი ბატონო, კი ბატონო, მე თვალს ვადევნებ თქვენ მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებს, განსაკუთრებით გამყოფ ხაზთან მიმართებით, როგორი პოზიცია გაქვთ და როგორ ცდილობთ, რომ მათ შორის ახალგაზრდები ჩართოთ ბევრ აქტივობაში გამყოფი ხაზიდან და ვისურვებდი, რომ ძალიან კარგი ხელშეწყობა გქონდეთ ამისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან საშუალო საქმეა. და ბოლოსკენ უნდა წავიდეთ, ვიდრე დაგემშვიდობებით, რას ეთქოდით ახლა იმ ადამიანებს, ხო, ვინც გვიყურებს და ჯერ კიდევ დუმს თანხმდებით, რომ დუმილი ხა დანაშაულია, ანუ აი თქვენ რას მოუწოდებთ მათ, იმიტომ რომ ფიქრობთ რომ ყველა ღიად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია მიმდინარე მოვლენების ფონზე. იცით, ცოტა რთულია რომ რაიმე მოწოდება გააჟღერო და მართალი გითხრათ, ცოტა უხერხულადაც გრძნობ ხოლმე ასეთ დროს თავს, უმზრდასრულ ადამიანს აქვს თავისი შეხედულება, თავისი ცხოვრების წესი და შენი მოწოდება ვერ იქნება მისთვის გამსაზღვრელი, ასე ვთქვათ. ასეთ მოწოდებებს რა ვიცი რა აქვს ხოლმე მიზანი, თუ დამუნათება, დანამუსება აქვს მიზნად, მე ვერ ვიზამ მაგას, ეგ შემიძლია პირადში უფრო ხნა, მაგალითად მეგობრებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან, თუ იმისი მოლოდინი, რომ ახლა ჩემ მოწოდებაზე მე ესეთი ავტორიტეტი მაქვს, რომ აუცილებლად რამდენიმე ადამიანით მაინც გაიზრდება პროტესტის მონაწილეთა რიცხვი, რა ვიცი მე არ ვთვლი, რომ ასეთი
დაუშვათ ლიდერი ვარ, ან ასეთი ავტორიტეტი ვარ. უბრალოდ მოწოდებას არ დავარქმევდი ამას, მე მექნებოდა თხოვნა. თხოვნა მაგალითად პედაგოგებთან, რომ როდესაც რეპრესიების პერიოდს ასწავლეთ, როდესაც პაოლოს თვითმკვლელობაზე დაელაპარაკებით ბავშვებს, ან ტიციანის, ან მიხეილ ჯავახიშვილის და 30-იანი წლების რეპრესიებს ახსენებთ, დაფიქრდით რამე ხომ არ ხდება მსგავსი დღესაც. თხოვნა მექნება ჩემს მეგობრებთან, როდესაც თქვენს მეგობარს ერჩიან, ან გუშინ რომ მეგობრად ვთვლიდით ყოველ შემთხვევაში, დაფიქრდით რამეს აშავებს ის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ მას აჯარიმებდნენ, სამსახურიდან უშვებდნენ. თხოვნა მექნება საჯარო მოხელეებთან, მათ შორისაც მყავს მეგობრები, როდესაც საჯარო მოხელე ხელს აწერს პეტიციას, რომლითაც იცავს საქართველოს უზენაეს კანონს და მის ერთგულებას ამტკიცებს, რომ ერთგულია საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის და ამის გამო 700-მდე მოხელე არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურებიდან. დაფიქრდით, იქნებ თქვენამდეც მოვიდნენ ხვალ. მე არ მაქვს ეს თხოვნა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებით და ამას საჯარო დაფიქსირებენ, მადლობებს უხდიან მთავრობას და ასე შემდეგ. არა. მე იმ ადამიანებს ვეუბნები ახლა ამ სიტყვებს, ვისი აზრიც მეტნაკლებად ჩემთვის ნაცნობია, მაგრამ ვერ აფიქსირებენ ამას საჯაროდ, ხელს უშლით რაღაცა განათ იბოჭებიან, შიში სამსახურის დაკარგვისა ძალიან კარგად მესმის დღევანდელ სოციალურ პირობებში, რას ნიშნავს დაუშვათ სამსახურის დაკარგვა და ასე შემდეგ, მაგრამ კითხვას ასე დავსვამ. იმ პეტიციაზე ხელი რომ მოეწერა, არა იმდენს რამდენმაც მოაწერა, არამედ 5 იმდენს ან 10 იმდენს საჯარო მოხელეს, ანუ იმდენს რამდენიც რეალურად ფიქრობდა ასე და ვერ მოაწერა ხელი. იქნებ ასე ხელაღებით ყველა ვერ გაეშათ სამსახურიდან. იქნებ უფრო მეტნი რომ ვიყოთ, ამდენი ვერ გაგვიბედონ. არ ვიცი, დავფიქრდეთ ამაზე. მე ის ვიცი, რომ ასე გაგრძელება უბრალოდ არ შეიძლება, ასე ამ კანონების მიღებით და საარჩევნო კოდექსში კი არა და ანუ საარჩევნო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებაში რაც ცვლილებებით შეიტანა, არ ვიცი ვინც ადევნებს ახლა თვალხურს, თუ ამ დადგენილებებით აპირებენ მომდევნო არჩევნების ჩატარებას, საერთოდ დამკვირვებლის შესვლას აღარ ექნება აზრი, ისე შეეწყუდათ უფლებები და არ ვიცი, თუ ამ ყველაფერს გაჩვენებულებმა უნდა უყუროთ, თუ არაფერზე არ უნდა აღშფოთდეთ, თუ იმაზე არ უნდა აღშფოთდეთ ანწუხელიძის გმირობას, რომ შემთხვევით მსხვერპლად, უაზრო მსხვერპლად მოიხსენიებს მთავრობის წარმომადგენელი, აბა რაღამ უნდა აღგაშფოთოს, აბა როდისღა უნდა შეგერხეს, არ ვიცი, ნერვი, როდის უნდა შეგიტოკდეს ნერვი, რამ უნდა აღგაშფოთოს, რამ უნდა შეგაშფოთოს, რამ უნდა არ მოგასვენოს და არ დაგაძინოს. დაფიქრდით, გეხვეწებით, გემუდარებით. ნუ გაიმეტებთ ჩვენს შვილებს ტოტალიტარულ დიქტატორულ სახელმწიფოში საცხოვრებლად. მადლობა, ნანა ტერმაკოსაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ქალის ხმა, გემშვიდობებათ, დროებით.